საქართველოში ავეჯის იმპორტი 23.6%-ით გაიზარდა. სექსტატის ოფიციალური მონაცემებით გასულ წელს 11 თვეში საქართველომ 97 მილიონი დოლარის ღირებულების 39.270 ტონა ავეჯი შეისყიდა, მაშინ როდესაც 2023 წელს ანალოგიურ პერიოდში ქვეყანაში 31.758 ტონა ავეჯი ჰქონდა შესყიდული, რომლის საერთო ღირებულება 84.4 მილიონი დოლარი იყო. საქართველოსთვის მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, მისი წილი ავეჯის მთლიან იმპორტში 60% შეადგენს. ავეჯის ტოპ 10 საიმპორტო ქვეყნის ჩამონათვალი 2024 წლის 11 თვეში ასე გამოიყურება: თურქეთი, ჩინეთი, რუსეთი, ბულგარეთი, იტალია, უკრაინა, ბელარუსი, აზერბაიჯანი, ჰონკონგი და მალაიზია. რაც შეეხება ექსპორტს, ოფიციალური მონაცემებით გასული წლის 11 თვეში საქართველომ ავეჯის ექსპორტიდან 12 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, 3573 ტონა ავეჯი გაიყიდა სულ, ხოლო 2023 წლის იგივე პერიოდში საქართველომ 4 მილიონი დოლარის 1203 ტონა ავეჯი ჰქონდა ექსპორტირებული. აღნიშნული მონაცემების მიხედვითვე საქართველოს ავეჯის გაყიდვიდან შემოსავალი 197%-იან ზრდას აჩვენებდა. სექსტატის თანახმად, საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, ამასთან ერთად ავეჯის ტოპ 5 საექსპორტო ქვეყნის ჩამონათვალში ხვდება აზერბაიჯანი, ამერიკის შეერთებული შტატები, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ რუსეთი და იტალია. ინფორმაციისთვის აღნიშნული მონაცემები არ ასახავს სრულად ავეჯის იმპორტისა და ექსპორტის სტატისტიკას, რადგან სექსტატი ავეჯის სხვა სახეობებსა და ნაწილებს დამატებით ცალკე ითვლეს.